მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს უძვირფასეს მაყურებელს. დღეს ჩვენ მოვედით არაჩვეულებრივი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხით. ჩვენ ლიდერ ქალთა საზოგადოებამ გასულ კვირას ჩავატარეთ არაჩვეულებრივი ძალიან გრანდიოზული ღონისძიება. ეს იყო ჩვენს მიერ დაგეგმილი რიგით მე-12 ღონისძიება, რომელსაც ჰქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დატვირთვა. კერძოდ კი ეს გახლავთ ძუძუს კიბოსადმი პრევენცია, მაქსიმალური ინფორმაციის გაჟღერება და ჩვენ ღონისძიებაზე მოვისმენთ სხვადასხვა ქალბატონების ისტორიები, რომლებმაც ერთმანეთს მისცეს мотивация. ჩვენ ასევე გქონდა კულმინაცია იყო ღონისძიების დეფილე, სადაც ონკოპაციენტებმა, ადამიანებმა, ქალბატონებმა, რომელმაც დაამარცხეს ეს დაავადება, რომლებმაც ახლა შეიტყვეს ამ დაავადების შესახებ, მოაწყოს სიმბოლური დეფილე, რომელიც იყო ძალიან შთამაგონებელი და მნიშვნელოვანი და ამ ყველაფრის დასტური არიან ჩვენი დღევანდელი სტუმრები, ერთ-ერთი ქალბატონი ჩვენი სტუმრებიდან გახდა ნომინანტი და ნომინირებული ამ ღონისძიებაზე, ასევე ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ, იყო ჩვენი რამოდენიმე ღონისძიების წინ დაჯილდოვებული ქალბატონი. და ეს ღონისძიება, რომელიც კვირას განხორციელდა, იყო ძალიან შთამაგონებელი, мотивაციით ახსავსე და ძალიან დიდი მეგა ღონისძიება, რომელიც საქართველოს ისტორიაში დაიწერა. მე წარგინდით ახლა თქვენ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს, როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთი ქალბატონი იყო ჩვენ ორგანიზაციის საპატიო წევრი, ქალბატონი ციცი ბეროზაშვილი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ შემოგვერდა ჩვენ ორგანიზაციაში, ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ ვესტუმრეთ პალიტრას და ვისაუბრეთ იმასთან იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, ვინ იყო ქალბატონი ციცი, რას წარმოადგენდა და ასევე რა როლი ეჭირა მას ამ ორგანიზაციაში და ქალბატონი ციცისთვის იყო ეს ყველაფერი მოულოდნელი, რასაც თვითონაც გაგიზიარებთ, იყო ნომინირებული ქალბატონი, როგორც წლის საზოგადო მოღვაწე, როგორც სხვადასხვა პროექტებში ჩართული ქალბატონი, რომელიც მოღვაწეობს ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან ერთად, ვითარდებით ერთად, ვიზრდებით ერთად და იგი იყო ნომინირებული ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე და მან მიიღო დამსახურებული ჯილდო საზოგადოების მიერ. მოგესალმებით ქალბატონი ციცი კიდევ ერთხელ, მოდით ჩვენს მაყურებელს, ვინც დღეს პირველად გვიყურებს, გავეცნოთ, ვესაუბროთ თქვენს შესახებ და შემდეგ უკვე მოვუყვეთ ჩვენი გასული ღონისძიების შესახებ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ბედნიერ და მშვიდობიან დღეს ვუსურვებ. დიახ, მე გახლავართ ციცი ბეროზაშვილი, პროფესიით ვარ ფილოლოგი. ძალიან ბევრი წელი მუშაობდი სკოლაში და შემდგომ უკვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მრავალი თაობა აღზარდე და გავზარდე და ამით ვამაყობ. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დადგა ის მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა საკუთარ თავთან დავჩიმარტო, რომ მე რაღაცაც უნდა შემეცვალა, რომ ცვლილება იყო ეს აუცილებელი, რომ სკოლის უნივერსიტეტის კედლები შემეცვალა ღია სივრცით, სადაც ჩემი ხმა იქნებოდა გადამწყვეტი. მე ვიტყოდი ისეთ საკითხებს გავაჟღერებდი, რომელიც საზოგადოებას ესაჭიროებოდა და მე მართლაც გადავედი ახალ საზოგადოებრივ რეალობაში, ჩავერთვე საზოგადოებრივ საქმიანობაში და ერთ-ერთი პირველი, რომლის წევრიც მე გავხდით, ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაცია, საზოგადოება, ეს გახლავთ ლიდერ ქალთა საზოგადოება. მე ვამაყობ, რომ ვარ თქვენი აქტიური წევრი დაარსების პირველივე დღიდან. მართალი ბრძანეთ ბატონო ვაკო, მე ვარ ნომინანტი, ვიყავი ნომინანტი პირველივე წელს, ორგზის უკვე დიახ. პირველად მივიღე ჯილდო ნომინაციაში წლის ქველმოქმედი ქალი და ეს ძალიან დიდი სიხარული და ემოცია იყო ჩემთვის, მაგრამ აი მე თუ კიდევ აღმოჩნდებოდი ნომინანტთა სიაში, ეს იყო ძალიან მოულოდნელი, ნამდვილად სიურპრიზი ჩემთვის, მე ამას არ ველოდი და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნათიას, ქალბატონო ვაკო თქვენ, რომ თქვენ შემაფასეთ, დამაფასეთ და დაინახეთ ჩემი შრომა, თუმცა თქვენთან ყველა ორგანიზაციის წევრი სარგებლობს თითქმის თანაბარი უფლებებით. ეს მე მინდა ყოველთვის აღნიშნო ხოლმე, იმიტომ რომ ეს არის საოცარი საზოგადოება, სადაც აი ყველა ქალს აქვს ერთნაირი უფლება და ყველა ქალი გრძნობს თავს ამაყად და ძლიერად. ეს ჯილდო იყო ჩემთვის განსაკუთრებული, რომ გადმომცეს ჯილდო ნომინაციაში წლის საზოგადო მოღვაწე 2025. იცით რა, მე არ ვიცი ვინ როგორ უყურებს ხოლმე ჯილდოებს, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ყოველთვის თითოეული ჯილდოს მიღება. იმიტომ რომ მე მას არ ვუყურებ მარტო როგორც მინის თაროზე დასადებ რაღაც საგანს. ამას ჩემთვის აქვს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. და არ გამოვრიცხავ და არ ვამბობ იმას, რომ მე ვარ ვინმეზე უპირატესი, ან მე ვინმეს ვჯობი ვარ, ან ამ ჯილდოთი მე დავამტკიცო რაღაცა ჩემი ღირებულება. არა, მე ყოველთვის მინდა დავამტკიცო და ვთქვა, რომ
უბრალოდ ჩემი ყველა გადადგმული ნაბიჯი აქამდე იყო ნამდვილი, რწმენით, სიყვარულით სავსე და მეგობრებისადმი ძალიან დიდი პატივისცემით გამსჭვალული. ამიტომ მე განსაკუთრებულად ვაფასებ ამ ჯილდოს, ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი და მეტად სასიხარულო და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აი ასეთივე განსაკუთრებული იყო ჯილდო, რომელიც მე მივიღე სულ რაღაცა 2-3 კვირის წინ დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის რექტორმა, ქალბატონმა ნანა ჯიქიამ. აუცილებლად მოვიკითხავ ქალბატონ ნანას, აი ეს საოცარი, ლამაზი, ნიჭიერი, ნოვატორი ქალბატონი, რომელმაც დააფასა ჩემი განვლილი მართლა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა და ახლანდელი ჩართულობა საზოგადოებრივ საქმიანობაში და გადმომცა ჯილდო აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნანას. ასე რომ და ქალბატონი ნანაც არის ჩვენი ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი. ასე რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება ყოველთვის ზრუნავს თითოეულ მის წევრზე და ამისათვის დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ ასეთი ჩართულობისათვის და ერთგულობისათვის. ასევე ჩვენ გვყავს სტუმარი არაჩვეულებრივი გამორჩეული ხელოვანი ქალბატონი თია თევდორაძე, რომელიც როგორც კი აღვნიშნე, რამოდენიმე ხნის წინ შემოგვიერთდა ჩვენ საზოგადოებაში ორგანიზაციაში და თია მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს და მოდით გავეცნოთ ჩვენს მაყურებელს რას ეტყოდით მათ თქვენ შესახებ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პროფესიით ვარ ფარმაცევტი, დამთავრებული უმაღლესი განათლებით, მაგრამ შემდეგ შევისწავლე კოსმეტოლოგია ვიზაჟის კურსი. მუშაობდი ამ კურსით კოვიდის პერიოდში, როდესაც უკვე ცოტა შენელებული იყო ყველაფერი, როგორც გართობა ესე დავიწყე ხელოვნების ალმასების მოზაიკით მიმდინარეობით მუშაობა. შემდეგ მოვიდა ის დრო, რომ ძალიან ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა და გავაკეთე რამოდენიმე გამოფენა სხვადასხვა ქალაქში. ამ გამოფენას ყოველთვის ჰქონდა საქველმოქმედო დანიშნულება, რითაც მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შრომით რაღაც პატარა წვლილი შემაქ მათი ცხოვრების გალამაზებაში და მიხარია, რომ ეს ყველაფერი დაფასდა აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით ლიდერ ქალთა საზოგადოების ორგანიზაციაში. მინდა წარმატებები უსურვო ამ ორგანიზაციას, რადგან ძალიან დამეხმარა, გამაცნო დამაკავშირა ბევრ ადამიანთან და ბედნიერი ვარ, რომ მათი გუნდის წევრი ვარ. ძალიან კარგი, მნიშვნელოვანია. თია, რა სიტყვით ღონისძიების შესახებ, როგორ შეაფასებთ კრიტიკულ შეფასებას ველოდებით აუცილებლად? კრიტიკულად ვერ შევაფასებ, იმდენად ყველაფერი ლამაზად და კარგად არის გაწერილი, იმდენად ნამუშევარია ყველა დეტალზე, რომ აი რო გინდოდეს მისეს ვერ მოუწევნი. ძალიან დიდი მადლობა ასეთი კულტურული შეფასებისათვის. ციცი, დარწმუნებული ვარ, მაყურებელი რომ ჩვენ ახლა გვიყურებს, ძალიან დიდი мотиваციით არის ახსნავს ჩვენ შევატყობინეთ მათ ინფორმაცია თქვენ შესახებ, როდესაც გვისის ეთერში ორი არაჩვეულებრივი ძლიერი ლიდერი ქალბატონი არ არის მარტივი, ხო? მათ დარწმუნებული რომ мотиваცია ექნებათ უმაღლეს დონეზე, თუმცა მაინც პატარა მინიშნებას რას ეტყოდით мотиваციის მხრივ რა რჩევა დარიგებას მიცემთ ტელეეთერებიდან? ზოგადად, ხო? დიახ. იცით რა, მე ლიდერ ქალთა საზოგადოებაში გაწევრიანებამ და კიდევ სხვა ორგანიზაციებში ჩემმა ჩართულობამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ არასოდეს არ შეწყვეტონ თვითგანვითარება, არასოდეს არ შეწყვეტონ საკუთარ თავზე მუშაობა და არ იჩქარონ არასოდეს წარმატების მიღწევა. იმიტომ რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს ნელა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნელი ნაბიჯებით და კომუნიკაცია არის აუცილებელი, არის ემპათია აუცილებელი, იმიტომ რომ დიდი ადამიანი სწორედ ის არის, ვისაც აქვს ცოდნა, ოღონდ აქვს ურთიერთობა ადამიანებთან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე მაინც კიდევ ვიტყვი, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება მასწავლა, იმიტომ რომ აი ლიდერ ქალთა საზოგადოების ყველა ღონისძიებაში იგრძნობა სულ სხვა რამ და რა. ბატონო ვაკო, ქალბატონო ნათია, თქვენი ლიდერობა არ არის მარტო წარმატება. თქვენ ყოველ ჯერზე ამტკიცებთ მზრუნველობას და თავდადებას და თანადგომას თქვენი წევრების მიმართ. აი თუნდაც აი ეს ბოლო ღონისძიება, რომელიც იყო გრანდიოზული 12 ღონისძიება, რომელიც სასტუმრო შერატონში გაიმართა, მე მეგონა რომ
რაც თქვენ წინა მორბედ ღონისძიებებს რო ვუყურე, რომ ამაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა ჩაატარონ, მაგრამ არა, ეს იყო, აი არ ვიცი, ძალიან კარგი, ძალიან მაგარი და მინდა ვთქვა რა იცით, რომ არასოდეს ხომ ეს საზოგადოება, არასოდეს არ არის ფორმალური შეხვედრა. არასოდეს არ არის. ყველა ქალი აქ გრძნობს ხოლმე თავს ძლიერად და კიდევ რითი გამოირჩეოდა ეს შეხვედრა, ეს ღონისძიება. ეს საღამო მიეძღვნა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს. და ამით თქვენ ძალიან ბევრი მზრუნველობა და თანადგომა გამოხატეთ. იმიტომ რომ ყავდა ბევრი მოწვეული სტუმარი, რომლებიც გამოვიდნენ სიტყვით, ოღონდ რომლებსაც შეხება ჰქონდათ იმ პროფესიასთან, რაც ამ ჩვენს ქალბატონებს აწუხებდათ, ბევრი დამაიმედებელი, გასამხნევებელი სიტყვები თქვეს და მე მინდა ვუსურმო ქალბატონებს გამოჯანმრთელება, სწორი მკურნალობის პოვნა და ისევ იმ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, როგორც აქამდე იყო. მე ვამაყობ კიდევ ერთხელ ვამბობ თქვენი საზოგადოებით და ყველა იმ საზოგადოებით, სადაც მე ვარ ჩართული. ოღონდ უნდა მოთმინება, ძალიან ბევრი მუშაობა, ძალიან ბევრი თვითგანვითარება და კომუნიკაცია ადამიანებთან. რაც აუცილებელია. მეთანხმები აბსოლუტურად, აი პატრიცემ სტუმარს, აი ამ აქცენტებში რაც დაისვა, ამიტომაც წარმატებები რა თქმა უნდა საზოგადოებას. მაგო, თქონამაკ ერთი მოკლე რეპლიკა უკვე გალბატონ თეასთან და მე როგორ 5 წუთიანი სიუჟეტი გვერდით, ამიტომაც მაქსიმალურად ოპტიმალურად გალბატონ თეა, თქვენ ასე თქვით ჩვენს მაყურებელს, რომელიც ახლა გვიყურებს ტელეეთერებიდან, როგორ გაუზიარებთ თქვენს мотиваციას, რას ურჩევთ მათ? ურჩევდი რომ არასოდეს არ დაკარგონ იმედი. იმუშავონ თავიანთ წარმატებისთვის და მიზნის მიღწევამდე, რაც არ უნდა დაბრკოლება შეხვდეთ, რაც არ უნდა წინააღმდეგობა გქონდეს, ყოველთვის გადადგან ნაბიჯი და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. და ამით უმეტეს თუ ამ ორგანიზაციაში მოხვდებიან, უკვე ყველაფერი ისე წავა, რომ აღარ დაჭირდებათ ბევრი მუშაობა თავიანთ წარმატებაზე, იზრუნებენ ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან წინ და წინ სვლაში. ეს არის ლიდერ ქალთა საზოგადოება. მადლობა.